მშვიდობის ეთერშია მთავარი 6-ზე მე კეთა ციცქიშვილი ვარ. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მიხეილ სააკაშვილთან დღეს ადვოკატები იმყოფებოდნენ და მათი შეფასებით პატიმრის მდგომარეობა ყოველდღე მძიმდება. ვალერი გელბახიანი და შალვა ხაჭაპურიძე კვლევის შედეგებს ელოდებიან. უფლებადამცველებს აქვთ კითხვები. სად დაავადდა მესამე პრეზიდენტი ტუბერკულოზით, მაშინ როდესაც ის უკვე 6 თვეა კლინიკა ვივა მედში იმყოფება. ზურაბ პეტროსიანი გვეტყვის უფრო დეტალურად რას ამბობენ კლინიკის დატოვების შემდეგ უფლებადამცველები. გისმენთ ზურა. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა კლინიკა ვივა მედი რამდენიმე საათის წინ დაწყოვეს და მთავარი კითხვა, რომელიც მათ გააჟღერეს მედიასთან იყო ის თუ როგორ დაავადდა მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ ტუბერკულოზით, როდესაც ის იმყოფებოდა კლინიკაში და ამ კითხვაზე ახლა ისინი პასუხს ელიან იმ მედიკოსებისაგან, რომლებიც მუშაობენ ქვეყნის მესამე პრეზიდენტთან, რაც შეეხება ზოგად შეფასებას, მათი თქმით, ვინაიდან მათ ეძლევათ საშუალება, რომ ყოველდღურად ნახონ მიხეილ სააკაშვილი და შეაფასონ მისი მდგომარეობა, ისინი აღნიშნავენ, რომ არის მნიშვნელოვანი რეგრესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაში, რაც უპირველეს ყოვლისა გამოიხატება როგორც წონის დრამატული კლებით, ასევე იმით, რომ ყოველდღიურად სულ უფრო მეტად უჭირს მიხეილ სააკაშვილს გადაადგილება და ასევე აქვს ძლიერი კუნთების ტკივილი. მთავარი, რასაც ელოდებიან ახლა უფლებადამცველები და სააკაშვილის ოჯახის წევრები არის დასკვნა, რომელსაც ამზადებს ცენტრი ემპათია მარიამ ჯიშკარიანის ხელმძღვანელობით და ამის შემდეგ უკვე დაიწყება ის პროცედურული საკითხები, რომლებიც უკავშირდება სასჯელის გადავადებას. ჩვენთვის ცნობილი ხდება, რომ სავარაუდოდ ეს დასკვნა უკვე ორ დღეში იქნება მზად, ამის შემდეგ უკვე უნდა მოხდეს ამ დასკვნის ძირითადი ნაწილის თარგმნა ინგლისურ ენაზე, იმისთვის რომ უკვე გაეცნონ დასკვნის ამ ნაწილს ის სპეციალისტები, რომლებიც უცხოეთიდან იყვნენ ჩართული სააკაშვილის გამოკვლევის პროცესში და მას შემდეგ რაც უკვე მოაწერენ ეს ექიმებიც ხელს საბოლოო დოკუმენტს, უკვე შესაძლებელი იქნება ამ დასკვნის გადაცემა სააკაშვილის უფლებადამცველებისთვის და ამის შემდეგ დაიწყება სწორედ ის პროცედურული საკითხები, რომლებიც უკავშირდება სასჯელის გადავადებას. სვავს რამ ჭირს რა ხდება ჩემ თავს რა ხდება და პასუხები არ არის ამ ყველაფერზე რა პასუხი არის რომ სტრესისგანაა რა კიდევ ერთხელ ვიმეორებს საკუთარი შვილები რო ყავდეთ ესეთ მდგომარეობაში და ექიმი რო ეუბნებოდეს რომ სტრესისგან გაქვს მე 6 თვეა ეს 38 სიცხე ნორმალური პასუხი იქნებოდა და მათთვის მისაღები პასუხი იქნებოდა 18-ში დაიდება ეს დასკვნა და გაეცემა ამ კითხვას იმიტომ რომ ავადმყოფობის ისტორიაში მსგავსი რამ რომ სააკაშვილს სტრესის გამო ჭირს თმების ჩვენა ჭხილების ისა ტუბერკულოზის ნიშნები იქ გადაადგილება უჭირს 25 არაფერი არ წერია ავადმყოფობის ისტორიის მსგავსი რამ არაფერი არ წერია მიხეილ სააკაშვილი ელოდება ორშაბათს ან სამშაბათს ამ კვლევის შედეგებს და ძალიან დიდი ინტერესი გვაქვს ყველას ჩვენ იმიტომ რომ აქ არის ნიშნები იმაზე რომ არსებობს ტუბერკულოზის დაავადების ნიშნები და თუ ამ კვლევამ დაადასტურა რომ მას აქვს ტუბერკულოზი ეს ცალკე საგანგაშო თემაა მძიმეა ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ მოძრაობს არის სწორით რეჟიმზე აი ადამიანური ფერი დაკარგული აქვს ერთადერთი რაც შერჩენია ძველი სააკაშვილიდან არის მეტყველება მეტი დანარჩენი ვერ იტყვით რომ ის სააკაშვილი რაც გინახავთ ოდესმე სახელმწიფომ უნდა მიიღოს ყველა ზომა რომ მისი სიცოცხლე და მისი ჯანმრთელობა საფრთხის წინაშე არ დააყენოს ამ წუთში საფრთხის წინაშე დღის ბოლომდე კლინიკა ვივა მედში ელოდებიან უკვე იმ დასკვნის შედეგებს, იმ კვლევის შედეგებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდა გუშინ ცენტრალურ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ამ მონაცემებს უკვე ექიმთა კონსილიუმი სავარაუდოდ ორშაბათისთვის შეაჯერებს და უკვე გახდება ცნობილი, გადასტურდება თუ არა საბოლოოდ დასმული ტუბერკულოზის დიაგნოზი და ასევე რაც იყო ამ კვლევის მთავარი მიზანი, ეს იყო დაედგინათ კერა ამ ინფექციური დაავადების, ყოველ შემთხვევაში ამ კითხვებზე პასუხი დიდი ალბათობით უკვე კლინიკა ვივა მედში ორშაბათისთვის იქნება ცნობილი. ზურა მადლობა ზურა პეტროსიანი საუბრობდა პირდაპირ ეთერში. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩატარებული კვლევის შედეგები კი სავარაუდოდ ორშაბათს გახდება ცნობილი. ვივა მედის დირექტორის თქმით, უნდა შეიკრიბოს კონსილიუმი და კვლევის შედეგებზე იმსჯელოს. მიხეილ სააკაშვილს მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია რესპუბლიკურ საავადმყოფოში გუშინ ჩაუტარდა. ვივა მედის დირექტორის განმარტებით მესამე პრეზიდენტის სხვა საავადმყოფოში გადაყვანა აპარატის ტექნიკური გაუმართავობის გამო გახდა აუცილებელი. ეს კვლევა კი სავარაუდოდ ტუბერკულოზის სავარაუდოდ დიაგნოზს უკავშირდება. როგორც ცნობილია, ტუბერკულინის ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა და ექიმებმა გამოთქვეს ვარაუდი, რომ შესაძლოა ამ დაავადების კერა არსებობდეს. ეს არ იყო რაღაც დაუგეგმავი კვლევა, იყო ჩვეულებრივი კვლევა, გარკვეული დიაგნოზის დაავადების დადასტურების ან გამორიცხვის მიზნით.
ვინაიდან ჩვენს კლინიკაში იყო ტექნიკური ხარვეზი გუშინ ამ აპარატთან დაკავშირებით, ამიტომ მოხდა მისი რამდენიმე საათით გადმოყვანა და დაბრუნება უკან. ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ ჩვენ ამ კვლევის შედეგად. იმ გარემოდან გამომდინარე, რომელშიც იმყოფება ბატონი სააკაშვილი, ეს არის ეგრეთ წოდებული ადაპტაციური აშლილობა, იმიტომ სანამ იქნება ეს გარემოება, ეს გამაღიზიანებელი ფაქტორი, რა თქმა უნდა, ეს აისახება მის ჯანმრთელობაზე. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა თქმა უნდა, საყურადღებოა. საყურადღებოა თუნდაც იმ კუთხით, რომ გრძელდება ტემპერატურული რეაქციები. ხერსონი თავისუფალია და იქ უკვე უკრაინული დროშა ფრიალებს. ხერსონელები საერთაშორისო მედიასთან სიხარულს ვერ მალავენ და ამბობენ, რომ ყველაზე მძიმე პერიოდშიც კი სჯეროდათ, რომ უკრაინული არმია მათ ქალაქს გაათავისუფლებდა. მოსახლეობა ქუჩებიდან და შენობებიდან რუსულ სიმბოლოებს და ოკუპანტების ხერსონში ყოფნის კვალს აშორებენ. რუსებმა კი ოკუპირებული ხერსონის ოლქის ახალ დედაქალაქად გენიჩესკი დაასახელეს. პუტინი მარცხს არ აღიარებს და ტერიტორიიდან გასვლას კრემლში ტაქტიკურ ნაბიჯს უწოდებენ. And as you can see, people are absolutely euphoric. So she's talking about the airport, which is just down there, but this is the main road into the city itself. It's pretty early in the morning, but people are... Дякуємо всім, дякуємо, так дякуємо, як довго ми чекали, що цього. ძალიან გახარებულები ვართ, ვიცოდით რომ ეს დღე დადგებოდა და ჩვენი ბიჭები გაგვათავისუფლებდნენ. საშინელება იყო რუსები მოკლით მემუქრებოდნენ. რუსმა ჯარისკაცებმა მომიტაცეს და მემუქრებოდნენ, რომ თითებს მომაჭრიდნენ, მეგონა გამოუპატიურებდნენ. ბოლო დღეებში უკვე პირუტყვებივით იქცეოდნენ, ხალხი მიყავდათ დაკითხვებზე და ცემდნენ მათ. მანქანებსაც იპარავდნენ და სახლებში შედიოდნენ გასაწარცვად. საშინელი 8 თვე გამოვიარეთ, ყოველი უკრაინული ოჯახი ელოდა ჩვენს ჯარისკაცებს. ახლა კი უზარმაზარი შვებაა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი მხარდაჭერისთვის, რომელსაც ყოველდღიურად ვგრძნობდით. შეიძლება ჩაგეხუტოთ. Thank you very much. Olga. ამ სოფლის გათავისუფლების შემდეგ ადგილობრივებმა გვითხრეს სად იყო რუსების პოზიცია. როგორც გავიგეთ, მათ აქ 2 საარტილერიო პოზიცია ჰქონდათ, რომ წავიდნენ უამრავი აღჭურვილობა და იარაღი დატოვეს, მათ შორის 120 მმ-იანი ნაღმტყორცნები. ჩვენ ეს იარაღი ჩვენი ტერიტორიების გასათავისუფლებლად დაგვჭირდება. ყველას უნდა ესმოდეს, რომ მხოლოდ კრემლი და მხოლოდ ერთი ადამიანი რუსეთის ფედერაციის მეთაური არ დაღლილა ომით. ეს ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება. მან CNN-თან ინტერვიუში თქვა, რომ 24 თებერვლიდან დღემდე მოსკოვიდან მხოლოდ ულტიმატუმები ისმის და ასეთ ვითარებაში მოლაპარაკებებზე და რაიმე სახის დიპლომატიაზე საუბარი რთულია. ამავე დროს ზელენსკი მიიჩნევს, რომ კრემლში ახლა პაუზა სჭირდებათ და სწორედ ამიტომ ისმის მოწოდებები მოლაპარაკებებისკენ. უკრაინის ლიდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთთან მოლაპარაკება არ იქნება. ან იქნება მხოლოდ სხვა პრეზიდენტის პირობებში. მხოლოდ ერთი ადამიანი არსებობს ისეთი, ვინც ომით არ დაიღალა და ეს ვლადიმირ პუტინია. შესაძლოა ის დაღლილი იყოს ცხოვრებისგან, რადგან უკვე ასაკშია, მაგრამ ომისგან ნამდვილად არ დაღლილა. ახლა ამ ადამიანს და რუსეთის პოლიტიკურ და სამხედრო ხელმძღვანელობას სჭირდებათ პაუზა. ისინი გრძნობენ სანქციების გავლენას, თავიანთ საზოგადოებაში უკმაყოფილებას. რაც შეგვეხება ჩვენ, დაღლა ძალიან ადრეა. 24 თებერვლის შემდეგ რუსეთისგან მხოლოდ ულტიმატუმებს ვისმენთ. მათ ყოველთვის სურთ წაგვართვან რაღაც ჩვენს მიწაზე ძალადობის გზით. მე ვთქვი, რომ არ დაველაპარაკებოდი ამ ადამიანს თუ ის ყალბ რეფერენდუმებს შეატარებდა და ყალბ ხელისუფლებებს აღიარებდა, მაგრამ მე არ დამიხურავს კარი. მე ვთქვი, რომ მზად ვიქნებოდით მოლაპარაკებებისთვის რუსეთთან, მაგრამ განსხვავებულ რუსეთთან. ჩემი ქმრის მაგალითი ძალიან მეხმარება ყოველდღიურად. ვიცი, რომ თუ ის უძლებს ამ ყველაფერს, მაშინ მეც უნდა გავუძლო. ალბათ პრეზიდენტმა უკეთ იცის, გვჭირდება თუ არა მეტი იარაღი, მაგრამ მე ვთვლი, რომ გვჭირდება. როდესაც ჩვენთან ადამიანები აღარ მოკვდებიან საკუთარ საწოლებში დილით, როდესაც ბავშვები აღარ დაკარგავენ საკუთარ მშობლებს, მაშინ ვიტყვი, რომ დიახ, უკვე საკმარისია. ჩვენ ვერ დაველოდებით, როდის გამოელევათ რუსებს თავიანთი იარაღი. მშვენიერი იქნება ასე რომ მოხდეს, მაგრამ ეს ოცნებების სფეროა. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენი შვილების დაცვას. რთულია ამ ტვირთით ცხოვრება, როდესაც არ იცი რა შეიძლება მოხდეს ხვალ, როდესაც ჭურვი მოულოდნელად ეცემა ქუჩაში ან ბავშვების სათამაშო მოედანზე.
დაპირისპირება პუშკინის ქუჩაზე ძველ თბილისში სუვენირების მაღაზიაზე რუსული წარწერით გაღიზიანებულ მოქალაქეს მაღაზიის მეპატრონემ უჩილა. ლიკა ბასილაია შავგულიძემ პროტესტი იმის გამო გამოთქვა, რომ ოკუპანტის ენაზე წარწერა ქართულზე უფრო დიდი ზომის იყო, რაც კანონდარღვევა. ადგილზე მისულმა საპატრულო პოლიციამ ზედამხედველობის სამსახური გამოიძახა, თუმცა უწყების წარმომადგენლები ჯერ იქ არ მისულან. სუვენირების მაღაზიის მფლობელმა კი მოქალაქეს სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო უჩილა და ოფიციალური განცხადებაც ადგილზე მისულ სამართალდამცველებთან ერთად დაწერა. გამოხსენით ოკუპანტის ენაზე დაწერილი წარწერა, წერტილი. ოკუპირებული ქვეყანა ვარ, ჩამოხსენით რუსული წარწერა. მერიამ დაგვიმტკიცა 8 წელია ეს არის ესაბრა. 8 წელი მერიამ დაგვიმტკიცა. მობრძანდებიან ადგილზე და ადგილზე გაერკვევიან. ამ ქალბატონს აქვს ამ რუსული წარწერის ნებართვა. თუ აქვს და სავარაუდოდ მათი გაცემული იქნება, თუ არ აქვს, მაშინ ჯარიმა დაეწერება შესაბამისი. მე ამ ფონზე რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია არის ოკუპირებული, ჩვენ ყავს აგრესორი, მეზობელი, რომელიც რაც დანაშაულებებს ჩადის, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში ვიცით კარგად და როგორ განვიცით ამას და არც ვიცით, ანუ რა საფრთხე გველოდება ამ ხალხისგან და აი ამ ფონზე კიდე ხო რუსული წარწერებით არის სავსე ქალაქი. რუსმა ოკუპანტებმა ატოჩში ახალი საგუშაგო მოაწყეს. უკანონო ნაგებობა მავთუხლართებსა და ეგრეთ წოდებულ ხნულს შორისაა გაკეთებული. ფაქტის შესახებ ხელისუფლება იქამდე დუმდა, ვიდრე ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობამ არ გაავრცელა. ბორდერიზაციის მორიგ ფაქტთან დაკავშირებით სუსში ამბობენ, რომ ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია სადამკვირვებლო მისია. გამბულია მავთუხლართები არის გაკეთებული ბუტკებისა გაკეთებული აქ ქვედან წისკარი გაძებ ბოლოვე კიდე უხულის ხარზე ამოვიდა მანქანით და გვიჩენ ხალხს აიგენავა საიდანავარ და მე კი დაუწროლები დაუჭერეთ მას შაშან დაიჭერს ხალხს ჩვენ ხალხს აიყვანეს გაზმოსულები არიან ერთი რო არ შევწეს ერთი 60 მეტრაზე მავთუხლართები პირველად რო დაიწყეს არის ერთ რამოდენიმე მაიკაკრას შემნაკვეთი არის გამბული და აიგერა შუა პატარა წყეს ავით რო ჩანს იქანი არის მართუხლართული გამბული. მე დარიგებული იყო, მაგრამ აკრიფეს უკან წაიღეს. აიგერა, აი სრო არის. აი თავარი პოსტი იქ არის, ნაზვები რო არის. ხო და იქიდან ყველაფერი ახლა სულ გვიყურებენ იქიდან ჩვენ და ეგ არის სმენაზე აივლიან, ჩაივლიან, ჩასავოები. всё. გუშინ ვიყოფებოდით პატრულირებაზე, ატოციკნოლების მიმართულებაზე, სადაც აღმოვაჩინეთ აბსოლუტურად ახალი დადგმული საგუშაგო, რომელიც ოკუპანტებმა წადგეს მავთუხლართიდან გარეთ. რეაგირება ხელისუფლების მხრიდან სტანდარტული არის, შაბლონური განცხადება გაკეთდა ხელისუფლების მხრიდან ცხელი ხაზის გააქტიურების შესახებ და რეალურად ამის იქეთ ჩვენი ხელისუფლება ბუნებრივია არაფერს მოიმოქმედებს. ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევის წესს სპეციალურად შექმნილი სამუშაო ჯგუფი 22 ნოემბრამდე მოამზადებს. შემდეგ კი ამ წესს პოლიტიკური საბჭო დაამტკიცებს. საჯგუფში, რომელსაც გიორგი ბარამიძე უხელმძღვანელებს, შედიან როგორც ნეიტრალურად განწყობილი პირები, ასევე გარკვეული პოზიციის მქონე წევრებიც. წესის დამტკიცების შემდეგ ექნებათ კანდიდატებს ოფიციალურად რეგისტრაციის შესაძლებლობა. ამ ეტაპზე კი ცნობილია, რომ მოქმედ თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან ერთად პარტიული თანამდებობისთვის გიორგი ჩალაძე და სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე იბრძოლებენ. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელმაც უნდა მოამზადოს ის წესი, რა წესითაც უნდა იქნეს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე არჩეული. არჩევნები იყოს სამართლიანი, რომ ხმის მიცემის პროცედურა იყოს სამართლიანი და გამჭვირვალე. ჩვენი მცდელობა იქნება, რომ სწორედ შევეცადოთ აი ეს პრინციპი ავიღოთ, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა ამ არჩევნებში. ჩვენი მთავარი ამოცანა არის ისეთ წესებზე შეთანხმება და ისეთი პროექტების წარდგენა პოლიცაბჭოსთვის, რომელიც ორიენტირებული იქნება ღია გამჭვირვალე პროცესის წარმართვაზე და არჩევნების მიმართ, თავად საარჩევნო პროცესის მიმართ არ გაჩნდება დამატებითი კითხვები მის ობიექტურობასა თუ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. შექმნილია ჯგუფი, რომელიც უზრუნველყოფს არჩევნების წესის ჩამოყალიბებას, რომელსაც შემდეგ პოლიტიკური საბჭო დაამტკიცებს და შესაბამისად მე დარწმუნებული რომ ამ პროცესიდან ნაციონალური მოძრაობა გამოვა გაჯანსაღებული, გამარჯვებული და რაც თავარია პარტიაში მოხდება ცვლილებები. სად ვარ მხარი დაუჭირო ყველა იმ წამოყენებულ საჯარო თქმულ კანდიდატს,
ვინც მხარს უჭერს ცვლილებებს და მე ვიყო რიგითი ჯარისკაცი ამ ბრძოლაშიც და საერთო ბრძოლაშიც. რაც შეეხება ჩემს კანდიდატურას, ამაზე მსჯელობა არ მიმდინარეობს, თუმცა თუ გუნდი გადაწყვეტს და თუ ამის ინიციატორები იქნებიან და ჩემი თანაგუნდელები, რომლებიც იტყვიან, რომ იცით რა, ხაბეიშვილს უკეთ შეუულია ამ პარტიაში ცვლილებების განხორციელება, ცხადია მე თამაშიდან გაქცევას არ ვაპირებ. სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერი რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობენ. გირჩი მეტი თავისუფლებისთვის დროა და სტრატეგია აღმაშენებელი ამჯერად ბათუმში იმყოფებოდა. სამოქალაქო სექტორთან ერთად მათ განიხილეს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ, რომ წლის ბოლოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს. წინასწარ ვიცით, რომ 12 პუნქტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი, რომელიც არის დეოლიგარქიზაციის პუნქტი, შესრულებული არ იქნება, იმიტომ რომ ქართულ ოცნებას უბრალოდ არ უნდა ისეთი კანონის მიღება, რომელიც საქართველოში დაასრულებს ერთპარტიულ და ერთკაცის მმართველობას. ეგ არის და ეგ რაც ნიშნავს, რომ ეს აისახება პირდაპირ ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ მომავალზე. შეხვედრების ციკლი გვაქვს, სადაც ხვდებით რა შეურიგით მოქალაქეს, მათ შორის ხარდა ჩვენ მხარდამჭერებიც იქნებიან, რომელსაც ვესაუბრებით, რას ვაკეთებთ ჩვენ ერთად და რატო ვართ ერთად. ვეუბნებით იმას, რომ ეხა მნიშვნელოვანი არის ერთობა, იმიტომ რომ ერთობის გარეშე ძალიან რთული იქნება ამ სისტემის დამარცხება. ვაგრძელებთ საჯარო შეხვედრებს, სადაც თავარი იდეის გარშემოლის გარშემოც ვართ ჩვენ გაერთიანებული ევროპული პერსპექტივა, როგორ უნდა იყოს მიღწეული, როგორ უნდა მოახდინოთ დეოლიგარქიზაცია რეალურად იმისთვის, რომ საქართველო მართლაც გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის არა დეოლიგარქიზაციის, არამედ ოლიგარქიზაციის გამყარების კანონი, რომელიც გულისხმობს ბიძინევანიშვილის ძალაუფლების გამყარებას და ოპონენტების დევნას. ეს არის აბსოლუტური აბსურდი და უკანა განადგურებული ნაბიჯი ევროპული პერსპექტივის თვალსაზრისით. პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის მომხდარი დაპირისპირების ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო ძალადობის მუხლით იძიებს. საგამოძიებო უწყება დეტალებზე არ საუბრობს, მაგრამ ცნობილია, რომ გორში რესტორან ნაჭარმაგევში ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სამართალდამცველები და რესტორნის სხვა სტუმრები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ჩვენი ინფორმაციით პოლიციელებმა რამდენჯერმე გაისროლეს. დაპირისპირება კი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მოთხოვნით პოლიციის ჰიმნის ჩართვას მოჰყვა. არაფერია ეს ალაგი ვიდეოსაც ისეა ეს ხალბატონო რომ არ უნდა ისაუბროთ ამ თემაზე. ვაიმე და ახლა მოვედიებ თუში რა უნდა ვისაუბრო. და არ გაგიგიათ გუშინ რაც აქ მოხდა. არაფერი არ ვიცი. არაფერი უბრალოდ შიგნით შემოხდა არაფერი. პოლიცია ისედაც ყოველს აღმოთმებდა. აქ შიგნით რატო იყო უსაფრთხოების მიზნით ყოველს აღმოთმებდა. 10-მდე ეკიპაჟი იყო მობილიზებული. ჩაულებრივი მოვლენა ამოწმება კამერას ყოველ შემთხვევაში თორე ისე არაფერი. რესტორანში 10-მდე ეკიპაჟია ხოლმე? არა, ეხლა ეგ შეიძლება სხვაგან იყო და იქიდან მოვიდეთ, ნაოდათ არ ვიცი რატო. ანუ ვინმე გთხოვათ რომ დამალოთ ეს ინფორმაცია? ანუ ჩვენ ზუსტად ვიცით დანამდვილებით რომ აქ პოლიციელებმა და მოქალაქეებმა იჭუბეს და შემდეგ იყო გასტროლა არაერთი. არა, გასტროლა ფეიერვერკის მეტი არაფერი არ იყო. კამერების ჩანაწერს ყოველთვის ბოლოს ამოწმებენ და იღებენ მაინც. უსაფრთხოების მიზნით. პოლიციას უარი და აკონტროლებს აკავებს ხოლმე. არ გიჩვენეთ, მაგრამ ტელევიზია ის რაც ამ ხელა რო იყოს, ამ ხელა ხდება. რა გითხრა და პოლიციელებმა რო გაისროლეს და ხა უბი რო ხუდეს ეს გავისვრი არ. თქვენმა თანამშრომლებმა და მოქალაქეებმა რო იჭხობეს. დააკავეთ ვინმე? არ ვიცი პატივცემული ხარ. აბა რა იცით, აქ მუშაობთ ხელმძღვანელი პირი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ირანული ენის თარჯიმანი საქალაქო სასამართლო პატიმრობაში დატოვა. სხდომაზე დღეს ბრალდებულმა დუმილი დაარღვია და თქვა, რომ მისი დაკავების დროს ძალოვანი უწყების თანამშრომლებმა უფლებამოსილებას გადაამეტეს. მეორე დაკავებული კი აცხადებს, რომ სპეცოპერაციის დროს მას ვაზნები ჩაუდეს. პროკურატურა ბრალდებულებს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვას ედავება. ეს გამოგენეს ფეიქოჩი მოსმეს და ნასკებს ვეძე. ერთსანი ნასკები ყოლე ჩავიცვი. მეორე ზედ პოლიტი. მე დაიწყეს ვიდეო გადაღება. და ზუსტად იმ შესაძლებლად მათ საწოლი, რომელსაც სტუმარი რომოდის ვაკავსე. მათაც აციეს ჩემი ნასკი კანდიდატ ფირიფიდო ხო შეიძლება გადავარდა, ან როგორ გადავარდა, მაინც აზრი ვერ მომიდე. ნასკიდან ამოიღეს ვაზნი. რომელიც არის ჩემი არ არის. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფს წარდგენილი აქვს ბრალის სისხლის სამართლის კოდექსის 226 მუხლის მესამე, მეხუთე და მეექვსე ნაწილით, რაც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის და ამ შემთხვევაში საბრძოლო მასალების შეძენა, შენახვა, რეალიზებას. ჩემი დაცვის ქვეშ ყოფი მზადყოფნას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ ითანამშრომლოს გამოძიებასთან.
კორუფცია და საეჭვო ტენდერები ხონში იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობის წევრები ამტკიცებენ, რომ რეგიონში ტენდერების უმრავლესობას წყალტუბოს საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის კომპანია იგებს. ირკვევა, რომ ჯეირან ომანაძის ორმა კომპანიამ მხოლოდ 2000 წელს 6.5 მილიონის ტენდერი მოიგო, რაც მთლიანი ბიუჯეტის თითქმის ნახევარია. გადასურებულად შეიძლება ითქვას, რომ საქმე გვაქვს კორუფციულ გარიგებასთან, როდესაც ქართული ოცნების წყალტუბოს წევრი იგებს ხონის ბიუჯეტის თითქმის ნახევარს, საუბარია 6.5 მილიონ ლარზე. ასევე ეს ადამიანი არის ქართული ოცნების შემომწირველი, მას 120,000 ლარი აქვს შეწირული ქართული ოცნებისთვის. ეს პიროვნება არა მარტო ხონში, იმერეთის მასშტაბით იგებს ყველა ტენდერებს და თითქმის იმერეთის ყველა რაიონში ასრულებენ უხარისხოდ ამ გასტროლურ სამუშაოებს და ყველა ტენდერში არის ატკატები, კორუფციული გარიგებები, წილები და შესაბამისად შედეგი არის უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. აქცია სოფელ ბობოყვათში მოსახლეობა კუთვნილი მიწების დაბრუნებას ითხოვს. დღეს მათ მშვიდობიანი მსვლელობა მოაწყვეს და ინვესტორთან შეხვედრა უშედეგოდ მოითხოვეს. ადგილობრივები ხელისუფლებას ზღვისპირა ზოლში 20 ჰექტარი ტერიტორიის უკანონო გასხვისებაში ადანაშაულებენ. ამბობენ, რომ ტერიტორია მათი წინაპრების საკუთრება იყო. მოსახლეობა მწვავე პროტესტს აანონსებს. აპირებენ გაშალონ კარები და კომპანიას მუშაობაში ხელი შეუშალონ. მთელი აფრის განმავლობაში ინვესტორი ფიქრობდა და ვერ მოიფიქრა ჩვენთან კომუნიკაცია. ამიტომ ჩვენ რომ არავის არაფერი არ ვეხვერწოთ და ჩვენ რომ არ ვეძებოთ და არ ვზდიოთ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ უახლოეს დღეებში თუ ინვესტორისგან არ იქნება შემოხმიანება, ჩვენ სადღეღამისო მორიგეობას დავაწესებთ, გავშლით კარვებს და მოვახდენთ ჩვენი საკუთრების, ჩვენი ტერიტორიების შემოღობას. შევიკრიბეთ ჩვენს მოსახლეობას, თქვენს ტელევიზიას ყველას განახეთ ეს აღნიშნული ტერიტორია, როგორ რა ტერიტორიის ჩაგდებაც კალი უკმათ და ეგრეთ წოდებული ატკატით უნდა დაიქრიოს. 2-3 დღეს ვაძლევთ ინვესტორს რომ გამოვიდეს დიალოგზე, თუ არა ჩვენ თონდა გასულ წელს კარვებს გავშლით, დავიწყებთ სადღეღამისო მორიგეობას. გერმანიაში ბრიტანეთის საელჩოს ყოფილმა მცველმა რუსეთის ჯაშუშობა აღიარა. დევიდ სმიტმა ლონდონის სასამართლოში თქვა, რომ 2020 წლიდან იგი რუს სამხედროებს გადასცემდა საიდუმლო ინფორმაციას. მისი დამკვეთები კი რუსეთის სამხედრო ატაშე გერმანიაში პოლკოვნიკი ანდრეი სივოვი და გენერალ-მაიორი სერგეი ჩუხუროვი იყვნენ. სასამართლოს ხდომა 4 ნოემბერს ჩატარდა, მაგრამ როგორც BBC განმარტავს, დღემდე პრესაში დეტალების გამოქვეყნება აკრძალული იყო. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში უპირატესობა ისევ რესპუბლიკელებს აქვთ, თუმცა სხვაობა მათსა და დემოკრატებს შორის მხოლოდ 7 ადგილია. რაც შეეხება სენატს, დემოკრატებსაც და რესპუბლიკელებსაც თანაბარი 49 ადგილი აქვთ მოპოვებული. ყველაფერს ახლა ჯორჯიას შტატში 6 დეკემბერს დაგეგმილი მეორე ტური გადაწყვეტს. და ჩვენ ახლა ნინო სამყურაშვილი შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში და სწორედ ის გვეტყვის, რა თემები, რა მთავარი თემები იქნება დღეს შაბათის მთავარში. ნინო, გისმენთ. გამარჯობა, მთავარი ახი ჟურნალისტები, მუშაობთ იმისთვის, რომ ზუსტად 9 საათზე თქვენ ნახოთ. თქვენ გელოდებოდით, ეს არის ის, რისთვისაც ღირდა ცხოვრება. ასე დახვდნენ ხერსონელები უკრაინელ ჯარისკაცებს. ხერსონი თავისუფალია ქალაქის ცენტრში უკრაინის ეროვნული ორფეროვანი დროშა ფრიალებს. რას ნიშნავს პუტინის რეჟიმისთვის ერთ-ერთი საკვანძო ქალაქის დაკარგვა და რა ხდება ამ წუთებში ფრონტის ხაზზე. ზუსტად 9 საათზე სტუმართან ერთად ვისაუბრებთ.